იმიტომ რომ ეგზისტენციალური არის ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ხო ჩვენ მთელი, ესე იგი საქართველოს მთელი თავის ისტორიის განმავლობაში მიიღეს იქითკენ, რაც არის მისი იდენტობა. და ევროპა არის რაღაცა ქრისტიანული, ერთ-ერთი მისი იდენტობა არის ზუსტად ესა რა. და ჩვენ იმიტომაც გვინდა ღირებულებრივად გვინდა, გარდა ვთქვათ მოქალაქეა თუ ეს რომ იქ ცხოვრობს რეალურად ჩემნაირი. მით უმეტეს, როდესაც ესეთი მძიმე სამეზობლო გვაქვს, ხო? აი ხა, გარდა ამისა, ეგზისტენციალურია და დღეს ახლა სულ ხდება რა, ადამიანები წერენ, ვის რა პრობლემა შეიძლება შეექმნას. მე არ მოვყვები, მე როგორ ვიღებდი ვიზას საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში უნდა ჩავსულიყავი. ამერიკაში ან კანადაში, ან თუნდაც მეგრე მოგვიწევს ჩვენ. მოსკოვში მივდიოდი და მას შემდეგ რაც ოვირი და პასპორტის აღება და აი მახსოვს კანადაში პირველად რო წავედი, მოსკოვში ვერც შევავსე ის რაღაცა, ვიღაცას შევავსებინი და აი ესე. იგივე მე სტუდენტი რო ვიყავი და საბერძნეთში რო მივდიოდი, მოსკოვიდან ან ლენინგრადიდან ერქვა მაშინა. ეს რასაკვირველია, თქვენ შეიძლება არ გახსოვთ. შემდეგი პერიოდი ხო ყველას გვახსოვს, ხო შესაძლოა, მაგრამ ეს ის კი არ არის და ეს მე მინდა ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცოდეს. ვირფასო მაყურებლებო, ეს რომ გეუბნებათ, რომ არ არის პრობლემა რიგში დადგომა. რიგში დადგომა კი არ არის პრობლემა. უბრალოდ იმ რიგში რომ დადგებით, თქვენ ამ ვიზას ვერ მიიღებთ, იმიტომ რომ თქვენ არ გექნებათ შესაბამისი საბუთები. თქვენ არ გექნებათ მოწვევა ავადმყოფოდან, არ გექნებათ ფინანსური მდგომარეობა ისეთი, რომ მოგცენ ვიზა. არ შესაძლოა ის ხალხი, ვინც დადის ბევრი საზღვარგარეთ არის უმუშევარი და მიდის იქ და შოულობს, ვთქვათ, რაღაცა სეზონურ სამსახურს, ხო? თქვენ ვერ მოიტანთ ცნობას სამსახურიდან. ამიტომ დაივიწყეთ თქვენთვის ეს კობახიძისთვის შეიძლება ეგზისტენციალური არ არის, რომ ძღოლს გაატანს თავის ვიდრე ყავს მძღოლი, ცოტა ხანში ბადრაგი ეყოლება, მაგრამ ვიდრე ყავს მძღოლი, გაატანს თავის პასპორტს და ეს მაკაბოჭორიშვილი ჩაურწყავენ. მაგრამ თქვენ უბრალოდ ფიზიკურად ამას ვერ გააკეთებთ. დღეს წავიდეთ, მე ზღვაური წერდა. როგორი, აი თურმე ის რაც ჩვენ არ ვიცით, ხო? მე ვიცი რომ განათლების რა კაია განათლება სტუდენტი მიდის მარტივად და ეს. მე ზღვაური წერდა რომ თურმე რომ რამხელა პრივილეგია ქონიათ ქართულ მეზღვაურებს. იმიტომ რომ მე რო დამთავრდაო აქოს 3 თვე, ესე იგი, ყოფნის, საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდი, ხო? პირდაპირ ჩაანაცვლა მეორე ქართველმა მეზღვაურმა. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მეზღვაურებს თურმე ჭირდებათ, ნუ რავი, თვეები, რომ ვიზა აიღოს, რომ რაღაცა დაამტკიცოს და შესაბამისად ის ადამიანი, რომელსაც ჩაენაცვლოს, ვეღარ მოდის უკან და გემზე რჩება. ვერ გადმოდის საზღვარს იმაზე, ხმელეთზე. ან ვიღაცა ახალგაზრდა ქალმა დაწერა. როგორ უცებ, ესე იგი, თურქეთში წაყვანილ შულზე უთხრეს, რომ ვერ უმკურნალებ და როგორ მოკიდა ხელი და წაიყვანა საფრანგეთში იმწუთას, ბილეთი იყიდა მხოლოდ. აი ეს აი ეს ცინიზმი, რომელთაც კობახიძე ეძახის, რომ სხვა ქვეყანაში წახოს შეიძლებაო, ესე იგი, ხარისხიანი ჯანდაცვის მიღება. ჯერ ეს როგორი სირცხვილია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ესე იგი, ჩვენ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა არ არის მაღალი ხარისხის და სხვაგან უნდა წახვიდე და სავარაუდოდ თურქეთში, რომ მანდატია ლიჟვაძეს აქვს ფული, რომ იქ წავიდეს თურქეთში. და ეუბნება ამას ადამიანებს, რომლებიც მიდიან და იმის გამო, რომ მათ შულს აქვს სიმსივნე ან რაღაცა ძალიან მძიმე სცენი, მიდიან ევროპაში და უფასოდ მკურნალობენ და რამდენი ჭლექიანი წავიდა და ესე იგი, რა ვიცი, გადაარჩინეს ევროპელმა ექიმებმა. ამიტომ რა ვიცი, გატყუებენ და